აიერჯინი. ლაოვიჩი. დადუანი ისევ მას მოუწევს და მე მგონი უნდა ჩაითვალოს. წყალბუთელები დაიწყებენ წარმატებით და მერე უკვე ეს წარმატება გადაედება სხვა სახეობებსაც აქ. ლაოვიჩი, დადუანი დაარტყა გაიტანა, აი მეოთხე მცდელობიდან როგორც იქნა გაიტანა რეზიმნაიშვილია პირველი ბურთთან გადმოვარდნილ ბურთზე და შესანიშნავი პასი რეზის ახასიათებს ესეთი ჭკვიანური და ორიგინალური დადუანი დაარტყა გაიტანა 5-5 დუშან ვასიჩი დაარტყავს ამ პენალტს. და გაიტანა 6-6 46 ვასიჩი ყოჩახ დუშკო ყოჩახ გადაუგდო თავზე ბურთი უმაღლესი ბა გაიტანა 8-8 ვილი ლაოვიჩი დაარტყა გაიტანა ანდრია ვლაჰოვიჩმა რატო ჩქარობს ახლა აქ დადუანი ნაღდი უნდა დავარტყათ, მაგრა ქველიძე. აი ესე, ზოღლუ. აბა, ლაოვიჩი. კარგი გადაცემა და კიდევ ერთი გოლი, ბრავო ბიჭები. ეს უკვე სხვა ამბავია. ეს უკვე სხვა მეოთხე. დადუანი. ცენტრზე ბურთი, აქ პიეში ვარ სახეში მოხდა, არა უშავს, ჩვენია. ყურადღებით. გავიტანეთ მაინც აქ რეჟისორი ჩვენებდა ახლო კადრით პიეში ვარ შეტევა დროს ჭამთ მაქსიმალურად აი ხა შეუძლია მაგრა ქველიძეს ამოვიდეს და დაარტყას რატომაც არა მანაც გაიტანა თავისი გოლი 14-11 3.2 წამი მოკლედ მოიგო საქართველოს ნაკლებმა არ იყო მოდით პირდაპირ თქვა ეს იოლი გამარჯვება ფაქტია რო არა ბოლო მეოთხედი იქამდე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ იყო სერიოზული ორთაბრძოლა და თურქები ხშირად ლიდერობდნენ მაგრამ მაინც უფრო მეტმა გამოცდილებამ მაღალმა კლასმა თავისი იქნა და საქართველოს ნაკლებმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენი ეროვნული გუნდი კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებს ზეგ პარასკევს 23 იანვარს და მეტოქე იქნება საფრანგეთის ნაკრები